სოციალურად დაუცველი მოსახლეობის აქცია თბილისის მერიასთან საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებისა და პრობლემების მოგვარების მოთხოვნით ბენეფიციარებმა დღეს ჩარტავას ქუჩა გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს მოგვიანებით მერიის სოციალური სამსახურის წარმომადგენელი შეხვდა. საპროტესტო აქცია 4 საათისთვის დაიშალა. სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს მერია გარკვეულ დახმარებას დაპირდა, თუმცა მამუკა ქაცარავას განცხადებით ბენეფიციარების გარკვეული მოთხოვნები თბილისის მერიის კომპეტენციაში არ შედის. განიხილება ეს ყველაფერი დაგეხმარებით ამ ყველაფერსიო. რომ ხალხი არის წუპეში, გაჭირვებაში, უშუქობაში, კანალიზაცია ანტისანიტარია, გაზია და დენია. ამ ყველაფერს მოგიგვარებთ. კანალიზაციებია, ჭებია, ყველაფერს დაგეხმარებითო და გავწმინდავთ ამ ყველაფერსო. რა ვიცი, ასე დაგვბიდათ. შესაძლებლობის ფარგლებში დავეხმარებით, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ზღვარი, ყველაფერს აქვს თავისი ფორმა და ამ ფორმატში რომ ჩვენ არ დავარღვიოთ არც კანონი, არ დავარღვიოთ არც სხვა სოციალურად დაუცველის უფლებები, აი ამ ფორმატში შევეცდებით დავეხმაროთ. ამაში სჭირდება შესწავლა, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს სწავლობს ინდივიდუალურად მათ მდგომარეობებს. სამწუხაროდ ძალიან ხშირია შემთხვევები, როდესაც დახმარებას ითხოვს ოჯახები, ადამიანები, რომელთაც ამის საჭიროება არ აქვთ.